ცეროდენა. ერთ სოფელში ცხოვრობდა შეშის მჭრელი. იგი ყოველ ცისმარე დღეს ტყეში მიდიოდა. შეშას ჭრიდა და ქალაქში ყიდდა. აღებული გროშებით თავსაც ირჩენდა და ცოლსაც არჩენდა. ნეტავ ერთი ბალღი ყოლოდა, უთხრა ერთხელ ცოლს ქმარმა. შეხედე ჩვენს მეზობლებს, მათი სახლებიდან ბავშვების ჟრიამული ისმის. ცოლმა მიუგო. ღმერთმა შვილი არ მოგცა, თორემ ერთი ცეროდენა ბავშვიც რომ ყოლოდა, იმაზეც თანახმა ვიქნებოდი. ერთ ჩვენიერ დღეს ქალს პაწაწინა ბიჭი შეეძინა. ცოლ-ქმარს ძალიან გაუხარდა. ბავშვს ცეროდენა დაარქვეს. გადიოდა ხანი. დედმამა ცეროდენას ზრუნვას არ აკლებდა, მაგრამ ბავშვი არ იზრდებოდა. ისეთივე პაწაწინა იყო, როგორიც დაიბადა. თუმცა მისი მაცდური თვალები და იერი მოწმობდა, რომ ცეროდენა ძლიერ აზრიანი და გონიერი ბიჭი დადგებოდა. ერთხელ ხის მჭრელი წასასვლელად ემზადებოდა. მან ცოლს გადაულაპარაკა. კარგი იქნებოდა შეშის წამოსაღებად ჩემთვის ტყეში ურემი ამოგეყვანაო. ცეროდენა მამის ნათქვამზე ატიტინდა. მამილო, მაგაზე რამ დაგაღონა, ურემს მე ამოგიყვან. შენა, შვილო, გაიკვირვა მამამ, შენ ხომ ცხენის სადავესაც ვერ მოერევი. ოღონდ დედამ ცხენის შემიბას და დანარჩენი მე ვიცი, მიუგო ცეროდენა. მაგას თუ მოახერხებთ, მაგაზე უკეთესი რა იქნება, გაუხარდა მამას. დათქმულ დროს დედამ ცხენი შეკაზმა და ცეროდენა ცხენის კისერზე შემოსვა. ბიჭმა ცხენს შეუძახა და ურემი დაიძრა. ცეროდენას გზაზე ორი მდიდარი კაცი შემოხვდა. ისინი სახტად დარჩნენ, როდესაც დაინახეს ცხენი, გაიგონეს მეურმის ხმა, თავად მეურმე კი არსად ჩანდა. ნამდვილი სასწაულია, ჩაილაპარაკეს მდიდრებმა. მოდი გავყვეთ საით მიდის ურემი და გავარკვიოთ, რა ხდებაო. ურემი შეშის მჭრელებთან გაჩერდა. ცეროდენამ მამას შესძახა. მამილო, ურემი მოვიყვანე, მოდი ძირს ჩამომსვი. ცეროდენა მამამ ძირს ჩამოსვა. მდიდრებმა რომ დაინახეს ცეროდენა, გაოცდნენ. გადაწყვიტეს მისი ხელში ჩაგდება, ჩვენ სიმდიდრეს ესეც მიუმატოთო. ეს ბიჭი მოვყიდე, შესთავაზეს მდიდრებმა მამას. ვერა, ვერ შეველევი, ეს ჩემი ერთადერთი შვილია, მიუგო მამამ. ცეროდენამ მამას ჩასჩურჩულა. მიჰყიდე მაგათ ჩემი თავი მამი, ფული გამოართვი, მე კი დაუძვრები და უკან დაგიბრუნდები. კეთილი წაიყვანეთ, რამდენს მომცემთ, იკითხა მამამ. მდიდრებმა მამას 1000 ოქრო მისცეს და ცეროდენა წაიყვანეს. ცეროდენა ყურადღებით ათვალიერებდა გარემოს და ყველაფერს იმახსოვრებდა. ძველი ციხის ნანგრევებთან მდიდრები დასასვენებლად წამოწვნენ და ცეროდენა ძირს ჩამოსვეს. ბიჭი თაგვის სოროში შეძურა და იქიდან ამოსძახა. მშვიდობით ბრძანდებოდეთ, გაუმაძღრებო. მდიდრები ბევრს ეხვეწნენ ცეროდენას ორმოდან ამოდიო, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. რაღა დარჩენოდათ, მიატოვეს ცეროდენა და თავის გზას გაუდგნენ. მდიდრები თვალს რომ მიეფარნენ, ცეროდენა ამოძვრა ორმოდან და შინისაკენ მოკურცხდა. მას გზაში დააღამდა, ვიღაცის საბძელში შეიპარა და თივის ზვინზე დაიძინა. სისხამდილით საბძელში გლეხი შემოვიდა. მან სწორად იმ ზვინს დაავლო ხელი, რომელზეც ცეროდენას ეძინა. გლეხმა თივა ძროხას დაუყარა. ძროხამ თივა და ცეროდენა ერთი ყბის მოქნევით გადასანსლა. ცეროდენას ძროხის ფაშვში გამოეღვიძა და ყვირილი მორთო. რა ხდება, ვინ მაყრის თავზე ამდენ დაღეჭილ თივასო? ვაიმე, ძროხა ლაპარაკდაო, შეეშინდა გლეხს და ბატონთან ამბის მოსაყოლად გაიქცა. ბატონმა იფიქრა, ძროხას ეშმაკი ჩაუსახლდაო და მისი დაკლა ბრძანა. ძროხა დააკლეს, გაატყავეს, მისი შეგნეულობა კი ნაგვის ორმოში ჩაყარეს. ცეროდენამ ფაშვიდან ამოძრომაც კი ვერ მოასწრო, რომ ის მშიერმა მგელმა გადასანსლა. ცეროდენას ჯერ შეეშინდა, შემდეგ კი ჭკუა იხმარა. გელო, ამოსძახა მან, ძროხის საყროლებული ფაშვი რა შენი საკადრისია, მე გასწავლი სადაა ცხრის ხორცი და გემრიელი საჭმელი. მადაზე მოსული მგელი სიამოვნებით დასთანხმდა ცეროდენას.
გაბრიყვებული მგელი ცეროდენამ თავის სახლს მიაყენა და სამზარეულოს გზაც მიასწავლა. მგელი სამზარეულოში შეხდა და საჭმელს ეწგერა. როცა მგელმა მუცელი ამოიყორა, ცეროდენამ რაძძალი და ღონე ჰქონდა მგლის მუცელში ყვირილი მორთო. ჩვენი ბიჭის ხმა მესმის, თქვა შეშის მჭრელმა და ცოლი გააღვიძა. ცოლ-ქმარი სამზარეულოში შევიდა და იქ ვება მგელი დაინახა. მათ შეეშინდათ, მაგრამ იარაღი მოიმარჯვეს და მგელს წინ დაუდგნენ. ცეროდენამ მამის ხმა რომ გაიგონა, მგლის მუცლიდან ამოსძახა: მამილო, ფრთხილად იყავი, ამ მგლის მუცელში მე ვზივარო. მამამ მგელს თავში ნაჯახი უთავაზა და სული გააფრთხობინა. მადლობა ღმერთს, ჩვენი შვილი დაგვიბრუნდაო. ცოლ-ქმარმა მგელს დიდი სიფრთხილით გაუჭრეს მუცელი და ცეროდენა ამოიყვანეს. დედმამის სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა. ცეროდენა მშობლებს თავისი თავგადასავალი უამბო და პირობა მისცა, მეტად აღარ მიგატოვებთო. ოქრო ვერცხლშიც რომ ჩაგვსვან, აღარც ჩვენ არ გაგიშვებთო, უპასუხეს მშობლებმა. ამის მერე ისინი ცხოვრობდნენ ერთად, ტკბილად და ბედნიერად.